გილოცავთ ხალხო, შობას გილოცავთ, ქრისტეს შობას, უფალი იყოს თქვენი მფარველი. ქვეყანაში უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეს არეულობები იწვევს ძალიან ცუდ შედეგს და მე ვფიქრობ, რომ შვიდობა ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია. შვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. ყველას, კარგსაც და ცუდსაც. ზარში. ჩემთან აქვე ახლოს და უბრალოდ არ შემეძლო, რომ სახლში ყოფილიყავი და შობის ღამისთელაზე რო არ წავსულიყავი. ხო და სამსახურიდან რომ მოვედი ეგრევე სახლში ამოვედი 9 საათი და 12:30 არც იყო გავედი სამების ტაძარში და იქაურობა არის სასწაული. გალობა, ლოცვა, უფალთან ახლოს ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი. თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ უფალს და რწმენას. თქვა რომ საკმაოდ შორს ვარ ეკლესიისგან. რაც აქ რო ჩამოვედი, ყველაფერი ისე კარგად მოხდა, ესე ვთქვათ, ჩემ ცხოვრებაში, ყველაფერი იმდენად უკეთესობისკენ დატრიალდა, რომ მე რო აქ ჩამოვედი, ჩამოსვლის პირველივე დღეს ბინა რო ვნახე და ყველაფერი რიგზე რო იყო და ყველაფერი რომ მომეწონა, ძალიან განვიცდიდი, მოკლედ როგორი რაღაცა იყო, იცით, სტუდენტი რო გავხდი, არ იყო ჩემთვის მარტივი ამბავი, ესე მოკლე დროში ბინის პოვნა, გადმოსვლა, გადმობარგება, ახალ გარემოსთან შეგუება, ახალ ცხოვრებასთან შეგუება, იმიტომ რომ სოფელში მე სულ სხვანაირად ცხოვრობდი. ანუ როცა მინდა ვიღვიძებდი, როცა მინდა ვიძინებდი, საქმის კეთება მე არ მიწევდა. მოკლედ სოფელში სხვანაირად ვიყავი და აქ რო ჩამოვედი, სულ სხვანაირი ცხოვრება მომიწია, ესე ვთქვათ, სულ სხვანაირად მეცხოვრა. და ჩამოსვლის პირველივე დღეს
ბინის სანახავად რო ჩამოვედი, ბინა რომ ნახე და ყველაფერმა კარგად რო ჩაიარა, რო დავინახე რომ სამების ტაძარი ესე ახლოს იყო, არ ვიყავი სამების ტაძარში ნამყოფი და გავედი და აი იქაურობა ჩემთვის იყო შოკი. იქაური სილამაზე, გარემო, ტაძარი სამების, ეზო, ულამაზესი ხედი. აი ეგ ყველაფერი რომ ვნახე, შოკში ვიყავი მართლა. იმდენად დადებითი ემოციებისგან დავიტვირთე. მე იმ დღესვე დავუბრუნდი სოფელში და მეორე დღეს თუ მესამე დღეს ზუსტად 15 რიცხვში, მაშინ როდესაც იწყებოდა უნივერსიტეტი, ზუსტად იმ დღეს ჩამოვედი თბილისში. ჩამოვედი და მე ახლა არ ვიცოდი თბილისი, კი ახლა რამდენჯერმე ნამყოფი ვიყავი რაღაც პერიოდით, მაგრამ მაინც ახლა ამ ხელა ქალაქში გადმოსვლა და ესე იმ დღესვე უნივერსიტეტში სიარულის დაწყება არ იყო ჩემთვის მარტივი, იმიტომ რომ არ ვიცოდი გზები, არ ვიყავი აქაურობაში შეგუებული, თუმცა მე მახსოვს, რომ მეტროში ესე ტელეფონით დავდიოდი და რავი, ხან ვიღაცას შევეკითხებოდი აქ როგორ მოვხდები, ხან ჩემით ტელეფონში მოვძებნიდი და აი ესე შევეჩვი აქაურობას. თუმცა რო ჩამოვედი აქ, მე გიყვებით ახლა ჩემს იმას, რა ქვია, ამბავს კარგს. რო ჩამოვედი, ძალიან მალევე, ანუ სულ სხვა მოტივაცია გამიჩნდა რა. აქ რო ჩამოვედი, ძალიან მალევე შევეჩვიე ყველაფერს. 10 დღეში უკვე სამსახურიც კი დავიწყე, წარმოიდგინეთ, ამ ხელა ქალაქში ჩამოვედი, ჩემთვის უცხო ქალაქში, უცხო გარემოში, ოჯახისგან მოშორებული და ეგრევე იმ დღესვე დავიწყე უნივერსიტეტში სიარული და 10 დღეში დავიწყე მუშაობა. და დღეს რო ვაკვირდები ჩემს დღევანდელ მდგომარეობას, ძალიან კმაყოფილი ვარ, არ ვარ უკმაყოფილო. კმაყოფილი ვარ იმით, რომ შევეჩვიე ყველაფერს, შევეგუე, ვისწავლე სულ სხვანაირი ცხოვრება. თუმცა არის ხანდახან მართლაც ძალიან ისეთი უარყოფითი ფიქრები შემომიტევს ხოლმე. ზოგჯერ ძალიან გადავიღლები და ვფიქრობ, რომ ღირს თუ არ ღირს რა ესეთი ცხოვრების გაგრძელება. მაგრამ მე ძალიან მალევე მივხვდები, რომ ღირს და ისევ მომეცემა ძალა, რომ გავაგრძელო ცხოვრება, იმიტომ რომ კი ამ ეტაპზე ერთფეროვანია უნივერსიტეტი, სამსახური, სახლი. ამ ეტაპზე აი ეს მაქვს მე. თუმცა ესე უცებ ყველაფერი უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება. ანუ წარმატების მიღწევას დრო სჭირდება და აუცილებლად მოთმინება, შრომის მოყვარეობა, ენერგია, რწმენა. მე რაც თბილისში ჩამოვედი, ყოველთვის დროს დავიწყე კიდევ ღამე უსმენ ღამის ლოცვებს, ძილის წინად მისვლის ლოცვებს და დილას კიდევ რო გავდივარ, სამსახური იქნება თუ უნივერსიტეტი იქნება, ყოველთვის ვკითხულობ მამაო ჩვენოს, ბიჭვარს ვიწერ და აი ეს ყველაფერი ბევრად უფრო მეხმარება მე. და აი ახლა რომ ტაძრიდან რო გამოვედი, რო დასრულდა ეს ღამის თევა, წირვა-ლოცვა, ზიარება, ტაძრიდან რო გამოვედი, სულ სხვანაირად შევხედე რა ყველაფერს, სულ სხვა თვალით დავინახე და აი ეს მნიშვნელოვანია. რწმენა.
რომ ვისაც არ წამს ფიქრობ კი არა ეგრეა რომ ღმერთი ყველასთან არის და ვისაც არ წამს ძალიან სამწუხაროა მაგრამ მოვა დრო რომ აუცილებლად ირწმუნებს გაგიმარჯვოთ გილოცავთ შობა ახალ წელს ისევ საუკეთესოს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებას. ჩემ თავს უსურვებდი, რომ უსურვებდი ჩემ თავს. უცილებელია. ლილი ვარ და ხვალ სამსახურის მერე უფრო ცლად ჩავწერ ვიდეოს იმასთან დაკავშირებით თუ რა შეცვლა, ანუ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში 2024 წელს, რეები შეიცვალა და რისი იმედი მაქვს 2025-ში. აი ამ თემასთან დაკავშირებით ხვალ აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. ეხლა უკვე 4 საათი დაიწყო. საფურში უნდა ვიყო დილას. ძალიან ცოტა გამოძინება მიწევს ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ არა უშავს. გაგიმარჯვოთ აბა.